დღემშვიდობისა თქვენ უსმენთ პოლიტიკას თეასიჭნავასთან ერთად ჩვენ საუბრობთ პოლიტიკაზე, რა თქმა უნდა, პირველში ქართული პოლიტიკის ჭრილში, თუმცა დღეს პირდაპირ მნიშვნელობით ვისაუბრებთ, ესე ვთქვათ, ქართულ პოლიტიკაზე საზოგადოებრივი და გეოპოლიტიკური გადმოსახედიდან. ჩვენ სტუმართან ერთად საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკური არჩევანის დაფუძნებელი რომან კაკულია უპასუხებს ჩვენს კითხვას. მოგესალმებით ბატონო რომან, გმადლობთ გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მენელს. უნდა ვილაპარაკოთ, რა თქმა უნდა, მსოფლიო პოლიტიკაზეც და მასში ქართული პატარა როლზე ქართული პოლიტიკის, მაგრამ მოდით მაინც ჯერ შიდა საკითხებით დავიწყოთ საუბარი. ეხლა დღეს მაგალითად ერთ-ერთი ბოლო დროის ერთ-ერთი საინტერესო მომენტი მოხდა ქართულ საპარლამენტო ცხოვრებაში. შევიდა პარლამენტში, გახარია საქართველოსთვის და პარლამენტის ცხოვრება არსებითად შეიცვლება. ეხლა შეიძლება ასე ითქვას, ქართული ოცნება კი აცხადებს, რომ ამით არაფერი არ იცვლება, მაგრამ ცვალებადობა მაინც იქნება. მოდით ეხლა თქვენ კითხავთ, თქვენი გადასახედიდან, მაინც როგორ ხედავთ ის, რომ პარლამენტში შედის ის ოპოზიციური ძალა, რომელიც აქამდე ბოიკოტის რეჟიმში იყო, რომელიც ითვლებოდა, რომ იყო დასავლელი პარტნიორების დასახედიდან, რომ ერთ-ერთი პროდასავლური პოლიტიკური ძალა, რომელსაც არჩევნები გაუყალბეს, ეს გახარიას აზრით, თუმცა ბოლოს ამაზედაც არ იყო საუბარი. როგორ ფიქრობთ, რა შეცვლის ეს დასავლეთთან ურთიერთობაში, რომ დღეიდან უკვე პარლამენტი იქნება არა მაგალითად ქართული ოცნება, ან ქართული ოცნებას გამოყოფილი სოციალისტები იქ პარლამენტში, არამედ იქნება კიდევ ერთი პოლიტიკური ძალის წარმოდგენილი. დიდი მადლობა. ეს შეკითხვაც შეკითხვებიც საკმაოდ რთულია ვითარება დღეს და მოითხოვს კომპლექსურ ანალიზს. თვითონ ამ პარტიის შესვლას რაც შეეხება, ეხლა დღეს განცხადებას უსმენდი, ერთ-ერთი მაგათი წარმომადგენელმა გააკეთა და არ მიყვარს ხოლმე რაღაცა ესეთი ძალიან კრიტიკული გამოთქმით, რომ ურთიერთდაპირისპირებულ ქვეყანას კიდე ჩემი არ მინდა ხოლმე დავამატო, მაგრამ კომენტარი გააკეთა ასეთი, რომ ეს ჩვენი შესვლაო ეხლაო. არც ლეგიტიმაციას ნიშნავს და არც ლეგიტიმაციის ესე იგი აღიარებას. ანუ ფაქტურად ჩვენ თავს ეხლა რა ხდება, ჯერ არ ვარ ჩვენ ნუ გარკვეული კარგათო და რო გავერკვევით, მე იქნებ რამე გითხრათ, აი იუმორის გარეშე ვერ შევხედი ამ გარცხადებას. ეხლა მართალი გითხრათ, ესე იგი ანუ რა გვჭირს ვერ გავიგეთო ჩვენ თვითონო და აი ხო გეუბნებით, არ მინდა ასეთი კომენტარებს არ ვაკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის თავარი გამოწვევა არის ეს ძალიან მძაფრი დაპირისპირება და სიძულვილი ერთმანეთს შორის და ხა მე კიდე ერთი დავამატო აგური მაგას ნამდვილად არ მინდა, მაგრამ აი თუ რამე არის გაუგებარი პოლიტიკური წარმონაქმნი ჩვენს რეალობაში დღეს, სამწუხაროდ ხა მაგის ლიდერზეც აღარ მინდა საუბარი, მაგრამ აი ესეთი გაუგებრობა არის ჩემი აზრით, ამიტომ რაც შეიძლება თქვენ გაუგებრობა თქვენ როგორ ახსენეთ, აი ქართულ ოცნებას აქვს ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია, მაგალითად პოზიცია რა ასეთ გზავნილი აქვს, რომ გახარია თავის თავს არ ეკუთვნის, არც მისი პოლიტიკური ძალა, რასაც ეტყვიან მაგალითად მისი გარე დამკვეთები, მას აკეთებს. ამჯერად უთხრესო შედი პარლამენტში შევა, თუმცა მე ცოტა ლოგიკას ვერ ვხედავ მართალია, მაგრამ ხო, მართალი გითხრათ, ეხლა იცით რა არის, მე ასე ზუსტად ვერ გეტყვი, თუმცა თუ ვინმეს პოლიტიკური გზა არის, ჩემთვის გაუგებარი, არის ამ პიროვნების პოლიტიკური გზა, საერთოდ ვერ გამოვიტანე დასკვნა, ან მისი გადაწყვეტილება რა იყო, ან მისი დღევანდელი პოზიცია რა არის და ან მისი მომავალი რა არის. ამიტომ ეხლა რას შეცვლის პრინციპში ალბათ ბევრს არც არაფერს. ეხლა დასავლეთს თუ უნდა ვინმეზე აქცენტი გააკეთოს, მე მგონი მაგისთვისაც არ გამოდგება ეს, იმიტომ რომ იმათი მიზნები რა არის, ეხლა ამაზე ვცდილობ ჩემი მოსაზრება მქონდეს და მოგვახსენებთ ეხლა ეს იქნება პასუხი თქვენ შეკითხვაზე, შეცვლის თუ არა ეს რამეს და ალბათ ვერაფერს ვერ შეცვლის, იმიტომ რომ დასავლეთს აქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნები დღეს ჩვენს რეგიონთან დაკავშირებით. აი რა არის ეს მიზანი? ეს მიზანი უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე. აი დღეს შეიძლება ითქვას, რომ იგივე მიზანია, რაც იყო მაგალითად ომის დაწყების წინა პერიოდში, თუ ეხლა სხვა მიზანი აქვს დასავლეთს. რა არის იცი ქავდონ ეხლა ჩვენ რომც მივაღწიოთ, მსოფლიომ რომც მიაღწიოს ომის შეჩერებას დროებით. მე ვეკუთვნი იმ ადამიანთარებს, რომლებიც პრინციპში ვაანალიზებთ ყველაფერს სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრებთან დაკავშირებითაც. თქვენ შეიძლება არ გახსოვთ, ეხლა მე თქვენთან ვიყავი იმედში, დაახლოებით 2-3 კვირის დაწყებული იყო ეს ომი. და მაშინაც ჩვენ ვთქვით, რომ უკვე იკვეთებოდა, იყო ისეთი ანალიტიკური საკმაოდ სერიოზული ცენტრები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მაშინ ჩინეთის როლიც კი არ იყო ჯერ გამოკვეთილი. ევროპის როლზე ხო საერთოდ არ იყო ლაპარაკი, რა ფუნქციაც მან ახლა შეიძინა. და ერთ-ერთი დასკვნა ასეთი იყო, რომ დაშლილი უკრაინა, რომელიც დარჩება მხოლოდ პოლონეთის და პოლონეთის და ბრიტანეთის იმედად ეს იქნება საბოლოო შედეგი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩინეთისა და
რუსეთის ალიანსი იქნება დომინანტი ამ პროცესებში. 3 კვირის დაწყებული იყო სულ ომი, ჯერ კიდე ის პერიოდი იყო, როცა ხალხს ეგონა, რომ მალე დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, იმის მერე 4 წელი გავიდა. ეხლა საბოლოო ჯამში ყველაფერი არის გასაგები ერთი კატეგორიის ადამიანებისათვის, ვინც სოფხედველობის ერთი პარადიგმიდან უყურებს ამ ყველაფერს, ვისაც აი მხოლოდ უფლებრივი თემიდან არ უნდა ყველაფრის დაანახვა, რომ რისი უფლება აქვს უკრაინას არ ეხახ, რომელიც მხოლოდ აქედან ამოდის, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ეგრეთ წოდებული რეალ პოლიტიკის თვალით უყურებენ ამ ყველაფერს, მათთვის გასაგები იყო დიდი ხნის წინ რომ დასავლეთისთვის რომ მას შემდეგ რაც განსაკუთრებით ახლა თუნდაც ტრამპანს აღიარა რომ ეს იყო პროქსი ომი უკრაინის დაუშვათ გამოყენებს რუსეთის წინააღმდეგ ეს ომი ხა რა სტადიაშიც არ უნდა გადავიდეს გაიყინება მომავალში გადავა თუ არა ეს ტერიტორიები რომლებიც არის რუსეთის ირგვლივ რუსეთისთვის იქნება მთავარი მიზანი რომ მან აღარ დაუშვას ახალი პროქსი ქვეყნების არსებობა ხოლო დასავლეთის მიზანი იქნება რომ როგორმე ყველაფერი გააკეთოს იმისათვის რომ რა ელემენტები შეიძლება შენარჩუნდეს პროქსი ქვეყნის მიზნებს და მოცემულობას რომ აკმაყოფილებდე ასეთი ქვეყნის ამიტომ ყველა ხელისუფლება რუსეთის ირგვლივ აი ესეთი პოტენციურად განსაკუთრებით ამ სამი ქვეყნიდან უკრაინა, მოლდავეთი, საქართველო, ეხლა მოლდავეთი და სხვა კონტექსტია. მიზანი ეს იქნება რამდენად გამოუვათ ეს დამოკიდებულია რამდენად გამოსადეგია პროქსი მიზნებისთვის საქართველოს. ხო და საქმეც მაგაში ამ წუთად ხა პროქსი ომის მთავარი დანიშნულება ის კი არ არის შენ ამით ბოლომდე მიზანს მიაღწევ თუ არა. საქმე რა შეიძლება ეს მიზანი. ამას გულისხმობ. ხო ანუ უკრაინის შემთხვევაში ხო ესეა რომ გაიწელა ეს პროცესი და აქ ალბათ მყისიერ გამარჯობა არ გამარჯვებაზე არ იყო ლაპარაკი აქ იყო როგორც ამბობენ გამოფიტვაზე მიდის ხო საუბარი. დღემდე ასია საქართველოს ამის რესურსი არ გააჩნია. ამაზე ხო ყველათან ხდება, რა ვიცი, დასავლეთში იმედია იციან. საქართველოს ხა მარტო ვერ გამოფიტავს რუსეთს, მაგრამ საქმე მეშე რომ მას ერთი კომპონენტის როლი ენიჭებოდა და ენიჭება დღესაც. საერთოდ უარყოფითი ნეგატიური როლის თამაში ყველაზე მეტად ხანდახან აი ისტორია არ აქცევს ხოლმე ყურადღებას იმ ტენდენციებს, რომელმაც შეიძლება მოულოდნელად ითამაშოს ყველაზე ნეგატიური როლი პროცესებში. ეხლა უკრაინა და ევროკავშირი არის ის ორი მოთამაშე, რომელმაც ისეთი დაუშვათ ნეგატიური როლი შეიძლება შემოიტანონ ამ პროცესში, რომელიც შეიძლება ძნელად წარმოსადგენი იყოს. იმიტომ რომ ესენი არიან ყველაზე მეტად თუ შეიძლება ასე თქვას კუთხეში მიმწყვლეული ადამიანები. ზელენსკის არავითარ შემთხვევაში არ შეუძლია ახლა მიიღოს რომელიმე იმ პირობათაკანი ყოველ შემთხვევაში, რასაც მას შეიძლება თავაზობდნენ. გასაგებია რომ იგივე პოზიციაში არის ახლა რუსეთიც ისიც ვერ მიიღებს დაუშვათ იმას რასაც თავაზობენ, იმიტომ რომ ესენი თავიანთი ნარატივებისადმი დამოკიდებულება იმდენად მაღალია, რომ ახლა აქ უკან ავიზის გადმოდგმა ძნელია. მაგრამ თუ თქვენ მეკითხებით აი საქართველოს მიმართ რა იქნება დამოკიდებულება, ერთხელ მე და თქვენც ვისაუბრეთ ამაზე, მახსოვს, იყო ანგარიში ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ანალიტიკური ცენტრის, რომელიც პროგნოზირებდა, რომ იმ შემთხვევაში თუ მოხდება დროებითი სტაბილიზაცია აი ამ ომის მაშინ და ჩვენ ვერ შევძლებთ პირდაპირ მიზნების მიღწევას რუსეთთან მიმართებაში, მაშინ რჩება აუცილებლად მეორე გზა, რომ ყველა ის უბანი, სადაც რუსებს აქვს ინტერესები, მაქსიმალურად უნდა დასუსტეს არა რუსეთის სასარგებლოდ იმისათვის, რომ მისი ავტორიტეტის, მისი დღევანდელი ლიდერის, თავშოთ ამ ხელისუფლების სტატუსმა ნელ-ნელა დაიწყო შემცირება საკუთარ ქვეყანაშივე. ანუ თუ ჩვენ პირდაპირ ვერ ვამარცხებთ რუსეთს, მაშინ მის ყველა ინტერესების სფეროში, მისი ინტერესების შემცირებით, მისი ავტორიტეტის შემცირებით საკუთარ ქვეყანაშივე პლუს ეკონომიკური სანქციები, რომელიც ახლა უმტკივნეულო ნამდვილად არ არის რუსეთისათვის და ამასთან გრძელვადიან პერიოდში ახლა ესენი კი იძახიან, რომ ჩვენ ვერაფერს დააკლებთ ჩვენ ეკონომიკას და ისინი კი იძახიან, რომ ხვალვე ჩამოიშლება და არც 100-ია და არც ისე, მაგრამ ეს ძალიან მძიმე ტვირთია რუსეთის ეკონომიკისათვის და ანუ ერთი სტრატეგია, ომის გარდა სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ის სფერო, სადაც რუსეთის ინტერესია მაქსიმალურად იქნას მიყვანილი იმ სიტუაციამდე, რომ მან დათმოს თავის ინტერესები პლუს ეკონომიკური ვერკეტების შედეგად ეს არის ერთი გზა. ანუ აქ საქართველოს აქვს სწორედ ის როლი, რომ მაქსიმალურად გამოეცალოს დაუშვათ მაქსიმალურად შეიქმნას ის სიტუაცია, როდესაც გეყოლება ხელისუფლება, რომელიც მზად იქნება აი ამ პროქსი ქვეყნის სტატუსისათვის და ეხლა ეგ როდის რას მოგთხოვს ეს? შეიძლება დღესულაც არ ჩაითვალოს, საჭიროს რომ დღესვე არის ომის დაწყება საჭირო. ამიტომ მე სულ ამბობ ხოლმე ხარ ჩვენ
როდესაც ვამბობთ რომ მათ ომში ჩათრება უნდათ, ეხლა შესაძლოა მე დარწმუნებულიც ვარ, ალბათ ასე იყო, მაგრამ ეს აღარ არის თემა, რომელსაც ჩვენ უნდა გავყვეთ. იმიტომ კი რომ ეს არარეალური იყო. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმ საერთო სტატუსზე, რომელიც სამომავლოდ არსებობს ევროპისათვის, ჩვენ რა ფუნქციის შემსრულებელი ვიქნებით მათი გაგებით. იმიტომ რომ აი ჩვენს ახალგაზრდებს განსაკუთრებით. აი ჩვენს ახალგაზრდებს ჩვენ ახლა როდესაც ყავს ახალგაზრდებს ძალიან დიდი ნაწილი, რომლებიც უბრალოდ აი აქ არიან ჩაგეტილები, რომ იციან რა ცუდია რუსეთი, აქვთ რაღაცა საკრალიზებული, განსაკუთრებული წარმოდგენა ევროპაზე, რომელიც ჩვენ თვითონ მოეხმარეთ მათ ამის შექმნაში და მათთან დიალოგი რო დავიწყოთ ჩვენ საკუთარ ახალგაზრდებთან, არა, ჩვენ გძელვადიან პერსპექტივაში იქნებ როგორმე გავშალოთ და გასაგები გავხაროთ რა არის ევროპის ზოგადად დამოკიდებულება და ინტერესი ჩვენს მიმართ. და არა ის წარსულში ახლა უნდათ კონკრეტული თემა თუ არ უნდათ, აი რა პერსპექტივა აქვს მას რუსეთთან მიმართებაში. აი თქვენ რო ამბობთ ეხლა მაგალითად შესუსტება, მაგალითად ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლების, რომ შემდეგ უკვე მათთვის სასურველი კი ბატონო, დიახ. უფრო ესე ვთქვათ, კარგად ამყოლი ხელისუფლება იყოს ამა თუ იმ ქვეყანაში. მაგალითად საქართველოსთან დაკავშირებით, რაზედაც ქართული ოცნების ლიდერები სულ აკეთებენ ამაზე აქცენტს, რომ ისინი ებრძვიან საქართველოს ხელისუფლებას, იმიტომ რომ არ არის ისეთი მორჩილი. მაგრამ ვიღაცას ხომ უნდა დადოფსონი. აი დღევანდელ ქართულ რეალობას რასაც უყურებს იგივე დასავლეთი. ახლა დარწმუნებული ვარ, მათაც ზუსტად ისეთივე ინფორმაცია მისდით. გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც მაგალითად საჯარო განცხადებებს აკეთებენ, ან ბრიუსელში ჩადიან და აწვდიან ინფორმაციებს, ხო მარტო მხოლოდ მათ სხვა აყრდნობიან ეს ჩინოვნიკები. ანუ მათ აქვს თავისი ინფორმაციები. ერთი მცდელობა არ გამოვიდა, მეორე მცდელობა არ გამოვიდა, მესამე მცდელობა ფიესკო. ანუ მე სამკითხვას აი როცა დებსონს ხო უნდა დებდე ისეთ რაღაცაზე, რომელმაც რეალური შედეგი უნდა მოგცეს. ანუ წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ ჰაერში გასროლილი ფსონია, ასე არ არის? ნუ ეხლა აქ შეიძლება წარუმატებელი აღმოჩნდა მათი მცდელობა, მაგრამ მე რამდენი ბატონო. იცი რა, უბრალოდ მან ისე მივდივართ იქამდე, რა არის მათი ინტერესი საქართველოში? ეს არის მხოლოდ დემოკრატიის მშენებლობა და დემოკრატიის მხარდაჭერა, თუ კიდევ რაიმე სხვა და ეს რაიმე სხვა ახლა იმდენად გასაგებია რომ არის ფაქტიურად. მაშინ დაგიბრუნოთ, თუ დემოკრატიაზე საუბრობთ, დემოკრატიის ჩარჩოში არ ჯდება არანაირი ამბოხება და დამხობა, არანაირი ლოგიკაში არ ჯდება. დემოკრატიასთან ამას არ აქვს არანაირი საერთო. დემოკრატიის ჩარჩოში მსოფლიოში უკვე არაფერი აღარ ჯდება დიდი ხანია. სამწუხაროდ, ეხლა მე მახსოვს ის პერიოდი, როდესაც ბავშვები ვიყავით მაშინ და იყო თემა ყველას უნდა ეხსენებინა ნათელი მომავალი კომუნიზმის. თუმცა ყველამ იცოდა რომ ამისგან რეალური არაფერი გამოვიდოდა. სამწუხაროდ დემოკრატია დღეს დაახლოებით მაგ თემაში შევიდა, ყველა საუბრობს დემოკრატიაზე, თუმცა ყველამ იცის რომ დემოკრატიის რეალური შექმნა სულ სხვა მოცემულობა და სულ სხვა შინაგანი მგზავრობის ადამიანი ჭირდება, რომელიც სამწუხაროდ ჯერჯერობით ასეთი მდგომარეობაა. თუმცა დემოკრატიის გარდა, აი ავტორიტარიზმის კუთხეებს რომ მოამრგვალებს, სხვა არაფერი რადგან არ არის, არიან ადამიანები, რომლებიც მართლებიც არიან, რომ კვლავ აგრძელებენ ამ მიმართულებით ფიქრს, მაგრამ თავისთავად ეხლა, როდესაც თქვენ საუბრობთ მომავალში ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, ან ევროპამ ჩვენთან რა უნდა გააკეთოს, ის ახალი ძალა, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას ჯერ ერთი ესმოდეს ზუსტად რა არის ევროპული ღირებულებების საფუძველი. აქ ეს მთელი საუბრის თემაა, რომ იმდენად დაზიანებულია ზოგადად ევროპული ღირებულებები და ეს ვისაც ესმის ეს ერთი თემაა, მე იმან უნდა მოიპოვოს ის მხარდაჭერა, რომ ადამიანების დიდ ნაწილს გააგებიოს ეს მე მათ ტენდენციები შეცვალონ დაუშვათ, აი თვითონ რომ ესმოდეთ რა არის. იმიტომ რომ ჩვენ ევროპული ღირებულებების მთავარი მიღწევა, რაც იყო, ეს იყო ფიქრი თანაცხოვრების წესთან შეთანხმებაზე. ჩემთვის ევროპა ღირებული იყო, იმიტომ რომ ეს იყო ერთადერთი სივრცე, რომელიც დაფიქრდა დიდი ხნის წინ რომ ადამიანს თუ მიეცემოდა იმის საშუალება რომ მას თავისი სუბიექტური ხედვა ქონოდა ირგვლივ სამყაროს არსებობასთან დაკავშირებით ეს იმდენად განსხვავებული შეიძლება ყოფილიყო რომ ძალიან ძნელი იყო ასეთი ადამიანების თანაცხოვრების წესზე შეთანხმება და ეგ ერთადერთი სივრცე იყო რომელსაც ეგ ცადა მაგრამ 400 წელი რა არის ისტორიისაც ახლა რაღაცა რომ მიდიოდე სადღაც მარცხნივ ერთი ნაბიჯი რო გადადგა უცებ დაინახო რომ ეს იქეთ რაღაცა ხრამია და უკან გადმოდგა და მე გააგზა 400 წელი მხოლოდ ეს ერთი მცდელობა იყო და მათ წაუმატებელი მცდელობა ჰქონდათ ამ ძალიან საჭირო საკითხის მოგვარების. ამიტომ ევროპის მთავარი ფასეულობა ის კი არ არის ახლა დემოკრატია აშენდა თუ არ აშენდა. ევროპა იყო სივრცე, რომელმაც ცადა განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანებისათვის თანაცხოვრების წესზე დაფიქრებულიყო, როგორი უნდა ყოფილიყო ეგ და ჩაუვარდა სამწუხაროდ ეს პროექტი.
მაგრამ ამისთვის ეს სივრცე იმსახურებს ამ პატივისცემას. ამიტომ შენ როცა ევროპულობაზე საუბრობ, ეგ იმას ნიშნავს, რომ მოდი ჩვენ ხომ არ დავფიქრებული ყავით, ჩვენ თანაცხოვრების წესი ერთმანეთთან როგორი უნდა გქონდეს, მაგაზე დაფიქრებას და მაგაზე მოძრაობას არ ჭირდება არც ევროპა და აზია, ეს ჩვენი საქმეა. ნუ რა დღევანდელი რეალობიდან ჩვენ ძალიან თანაცხოვრების წესზე ეგ აბა ევროპული სხვა არაფერი არ არის მომხიბვლელი. ევროპული მომხიბვლელი იყო ერთადერთი იდეა, თუმცა გამოვიდა ისეთი თემა, რომ მათკი მოიგონეს ეს სიტყვა ტოლერანტობა, მაგრამ ტოლერანტობა არაფერს არ ნიშნავს, თუ კონსენსუსის მიღწევის მექანიზმი არ აქვს. ტოლერანტობა ნიშნავს ადამიანები ბრძოლის დროზე დააშორიშორო ერთმანეთთან, მაგრამ მათ ერთმანეთთან თანაცხოვრების იდეა ჯერ ვერ მოიფიქრეს. ამიტომ აქ ახლა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რა უნდა იყოს ჩვენი მომავალი, ჩვენი მომავალი პირველ რიგში უნდა იყოს იქნებ ჩამოიძერწოს ის პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, რომელსაც ექნება თავისი მოსაზრება მაინც იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი თანაცხოვრების წესი ერთმანეთთან, როცა უკვე ესე გახლეჩილი ვართ ბოლომდე და სოფხედველობრივად ცივილიზაციად იმ დონეზე გავიხდით, რომ როდესაც თქვენ მეუბნებით ახლა პოლიტიკას, ხო პოლიტიკა არის, იმიტომ შეიქმნა საერთოდ პოლიტიკა, რომ ის გადაწყვეტილებების მიღების პრობლემათა მოგვარების ინსტრუმენტი უნდა ყოფილიყო და ჩვენთან პოლიტიკა არის ახალი დამანგრეველი მუხტის შემოტალის ხელოვნება. ანუ ჩვენ ახალი ძალა გონია ის ძალა, რომელიც შემოვა ახალი დამანგრეველი ძალით ყველაფერს მიანგრევს, მოანგრევს და დადგება და პირველ ადგილზე ის გაანგრძელებს თავის შემდეგ საქმიანობას და ფუნდამენტალურად არის ჩვენი შეხედულებების შესასრულია. სამწუხაროდ ამ 30 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან დიდი ლაბორატორია ვიყავით იმის, რასაც მენტალური ომი ქვია. ხა მენტალური ომის შედეგები რაც არის, აი კლასიკურ ნაშრომებში რო ნახოთ, ჩვენთან ზუსტად ის ამბავი, ანუ ბარო კამერასავით არის, ჩვენ ერთმანეთს აღარ გვესმის უკვე, ეს იყო სწორედ ამის მიზანი და ეს მიღწეული იქნა, რომ ადამიანები, რომლებიც აქეთ არიან, ყველაფერს სხვადასხვანაირად ხედავენ, რომლებიც იქეთ არიან, ყველაფერს სხვადასხვანაირად ხედავენ და ასეთი გაუცხოება და ასეთი დიდი უბსკროლა ახლა შეიძლება მე 90-იან წლებში პატარა ვიყავი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი უთანაბრდება ალბათ ხო ესეთი სახის კი მე ვფიქრობ ადარებ ხოლმე მაგას აი მაშინდელი თემა იყო თუ ეს უფრო დიდია თქო და მე მგონი ეს უფრო მძიმე არის იმიტომ რომ მაშინ იცით ასე გააზრებული ეს მსოფლმხედველობრივი დონეზე არ იყო და მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება თუ შენ კონსენსუსის მექანიზმი არც კი გიფიქრია ანუ ჩვენ დაუშვით ის მოსაზრება რომ რაღაცა ჭეშმარიტების და სიმართლის ინტერპრეტაციის საკუთარი ინდივიდუალური უფლება ქონოდა ყველას და არც კი დავფიქრდით იმაზე რომ ეს საკუთარი ინტერპრეტაციის უფლება ირგვლივ სამყაროს არსებობის რომ მიგიყვანს იქამდე რომ შენ რა არის კარგი და რა არის ცუდი ამაზე აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება რო გექნება მე რას ვაპირებთ როდესაც საკითხი დადგება ისეთი როდესაც აბსოლუტურად განსხვავებულად გაფიქრებინებს ეს ყველაფერზე და ეხლა უყურეთ ის სიტყვებს დაუკვირდით აი ორივე მხარე რას ამბობს ესენიც საქართველოსთვის იბრძვიან ესენიც ესენიც თავისი მომავლისთვის იბრძვიან ესენიც ამათვისაც სამართლიანობა მთავარი სიტყვა ამათვისაც თავისუფლება მთავარი სიტყვა იმათვისაც ანუ გამოდის რომ იმ მთავარ ტერმინებში რომლის გარშეც პოლიტიკა არ არსებობს ჩვენ გვაქვს რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები და ეს არის სწორედ იმის მიზეზი რომ ჩვენ არ ვიცით რას ნიშნავს მსოფლმხედველობა პოლიტიკოსებს ევალებათ ძალიან ზუსტად გაიგონ ორი სიტყვის აი მთელი სიღრმისეული შინაარსი და ეხლა მაგისგან ძალიან შეიძლება შეხედულებების ფორმირება კარბონტეა როგორც ჩანს არის ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესი და შეხედულებების ცვლილება აქედან გამომდინარე არგუმენტების საშუალებით რაღაცა 6 თვეში და 1 წელიწადში ზარხერ ხდება თქოს და ჩამოგიყალიბდათ ესეთი მყარი მსოფლმხედველობრივი ბაზისი იმისა რომ თქვენი ეთიკიდან უყუროთ ნებისმიერ მოვლენას, არა თქვენ იქ დგეხართ და მორჩა. ეხლა ჩვენ აქ და მივედით, როცა ესენიც აგენტები არიან, ისიც აგენტები არიან, ეხლა გასაგებია რომ აგენტები ორივე მხარეს არიან, რაღაცა გავლენის აგენტებიც არიან, თუმცა ამ გავლენის აგენტსაც კარგი განმარტება უნდა, ეხლა ყველა ფილოსოფოსი პლატონის გავლენის აგენტია, მაშინ რაღაცა თუ გჯერა და შენ დაუშვათ გადაგებ იმას, რაც არის შენი რწმენიდან გამომდინარე, აქ ლაპარაკი იმაზეა, შენ რო გჯერა და უკვე იმ რწმენაში ხარ, ესე რო უყურებ, თუ ეს ფუნდამენტალურად არ ემთხვევა ჩემსაც, ბაში რა ვშვებით ჩვენ? ჩვენი მთავარი პრობლემა სანამ ევროპაში მივისწრაფით თუ აზიაში თუ ჩრდილოეთში თუ სამხრეთში არის რომ ერთმანეთთან თანაცხოვრების წესზე წარმოდგენა არა გვაქვს. როგორ უნდა შევთანხმდეთ და ეგ იმას ნიშნავს რომ ჩვენ გვჭირდება ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც გააზრებული აქვს შეხედულებათა ფორმირების პროცესი რა არის თავისთავად.
აი იყო ასეთი არსებობს ასეთი მოსაზრება რომ ბევრ მათ შორის საქართველოში არსებულ ამ დაძაბულობას ან გაუცხოებას ბევრ საკითხს წერტილს დაუსვამს ის თუ რამდენ სწრაფად დასრულდება ომი უკრაინაში. ტრამპის გამოჩენის დროს რაღაც გაჩნდა ესეთი იმედი პირველი შეხვედრა როცა შედგა მაგალითად პუტინის და ტრამპის რომ თითქოს რაღაც პროცესი დაიძრა მაგრამ ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე ის რომ მეორე შეხვედრა დაგეგმილიყო მერე ჩაიშალა მერე სანქციები წამოეწია ამ ყველაფერს კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი და გაჩნდა აი თქვენი გადმოსახედიდან ამ ომის დასრულების ან გაყინვის როგორც ხშირად ამბობენ ამის პერსპექტივამ გადაიწია თუ დროებით დაპაუზებულია თუ რას ხედავთ როგორ ხედავთ ამ მოვლენების განვითარებას ომის დროებით შეჩერება არის ერთადერთი საუკეთესო ვარიანტი რომელიც ამ წუთას არ ჩანს ის ვარიანტი რომ ის არ განმეორდება შემდეგ დღეს ახლა ისტორიკოსები რომელთა შეფასებებსაც ისე უკრაინასთან თუ შეიძლება იყოს სხვა ქვეყანა ჯერმად უკრაინა რუსეთის და უკრაინაზე ვისაუბროთ თუნდაც აქ იმიტომ რომ ახლა ყველამ გაიგო უკვე ახლა ჩინეთთან დაპირისპირების საუბარი რო არის ერთ-ერთი მიზეზი სასტრაფოდ რომ დასრულდეს ეს ომი ახლა კი არა მე რომ გითხარით სამი კვირის მერე რომ ვშიოლობდით მაშინაც იყო ეს ვერსიები რომ ამერიკას არ აწყობს და მალე უნდა თითქოს ახლა ბაიდენს სხვა სტრატეგია ჰქონდა მაგრამ იმ თავითო გასაგები იყო რომ ამერიკას სამად ვერ გაიხლიჭებოდა და ეს სამი ცხელი წერტილი რომელიც იმ თავითო იკვეთებოდა ყველაზე მძიმე რო ჩინეთი იქნებოდა ბოლოს ეს მაშინაც გასაგები იყო მაგრამ ჩვენ რომც ვიფიქროთ რომ დასრულდება ეს იმას ნიშნავს ეხლა თუ დასრულდა ომი ეს იმას ნიშნავს რომ უკვე ორივე მხარე ხვდება რომ საკმარისი ძალა არა აქვს შემდეგის დასამარცხებლად და ჭირდება დრო იმისათვის რომ ეს ძალა მოიკრიბოს შემდეგი დაპირისპირებისათვის ეს დაპირისპირება შემდგომი აუცილებლად რომ შედგება ესე 100%-ით ვერ იტყვი მაგრამ საკუთარი თავისი მიყვანა იქამდე რომ შენ გამარჯვების პოტენციალი გქონდეს დაპირისპირების შემთხვევაში ეს მექანიზმი ჩაირთვება ხო წარმოგიდგენიათ ან რომ შეჩერდეს ორივე მხარე გააგრძელებს ზადებას იმისათვის რომ ვირტუალურად რომ წარმოიდგინოს აბსოლუტური დაპირისპირება იმ დაპირისპირებისათვის იყოს მზად და ამ სიტუაციაში ჩვენი ის ფუნქცია რომელიც დღეს გვანიჭებენ განაკ ორმაგად არ გაიზრდება ჩვენ ვინ მოგვანიჭებს მაგაზე მეტ ფუნქციას რაც ახლა იყო რომ რუსეთთან დაპირისპირების შემთხვევაში იქნებ გამოვდგეთ პროქსი ქვეყანად ეს ფუნქცია ჩვენი მშვიდობას რო დამყარდეს მან თუ ამ მშვიდობის თავარი მიზეზი მომავალი ომისთვის ბრძოლა იქნება თქვენ ახლა ქართველებო მოდით საკუთარ განვითარებაზე იფიქრეთ და ჩვენ იმდენად კარგი ხაჭაპური და ხინკალი გაქვთ რომ აღარ გვაინტერესებს თქვენი ეს ფუნქცია ესე მარტივად ხوار შეიძლება ამის დანახვა ეს თავისთავად იქნება ამიტომ აი დიდი ქვეყნების ტრაგედია სწორედ მაგაშია რომ მთელი ეს ყველა პატარა ქვეყანას აი პარადიგმა ეგ არის მსოფლიოს როდესაც შენ ხარ იმიტომ არსებობს ეს ორი ძირითადი ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი წერენ ახლა ამას ექსპერტები და ეს საერთოდ საყოველთაო ცნობილია და არსებობს ეს რეალ პოლიტიკა განსხვავება ის არის რომ თუ იყო ერთი ქვეყანა რომელიც დომინანტი იყო წესრიგის შექმნის კარგი იქნებოდა თუ ჩვენ ვის არეალში მოხვდებოდით რა თქმა უნდა მაშინ ის დემოკრატიული წესრიგიც იმუშავებდა ჩვენთან ჩვენ ერთმანეთთან სხვა ურთიერთობები გვექნებოდა მაგრამ ხა ჩვენ რო გვაბრალებენ აღარ მიისწრაფით დასავლეთისკენ თვითონ ვეღარ მოისწრაფიან აღმოსავლეთისაკენ პრობლემა ეგ გახდა რუსეთის ახალი სტატუსიდან გამომდინარე გაძლიერდა უბრალოდ რუსეთი და მან აღარ დაუშვა ის გაფართოება რომელიც იყო ამ შემთხვევაში როგორც კი ჩდება სხვა დიდი ძალა და შენ ხარ იმ დიდი ძალის გვერდში მყოფი ქვეყანა სამწუხაროდ შენ გაქვს სულ ორი არჩევანი ეს დიდი ძალა რომელიც შენს გვერდზე არის ის აუცილებლად ექნება მასური რომ დაგჩაგროს შენ. და თუ შენ დახმარებისთვის სხვა ქვეყანას მიაკითხავ, თუ ის ქვეყანა იმ დონეზე ვერ დაგეხმარება შენ რომ მაქსიმალურად დაგიწოს, მაშინ ეს ქვეყანა გუში რომ დაჩაგროს გიპირებდა. დღეს უბრალოდ გაგანადგურებს. აი წარმოგიდგენთ ეს ორი ცუდი ალტერნატივა დაჩაგროსა და განადგურებას შორის. რა თქმა უნდა, ჩვენ თეორიულად გვაქვს იმის შანსი რომ ისეთ სოფლიოში როცა ქვეყნებს რამოდენიმე ხელი აქვს. ერთი შეიძლება ერთმანეთს ებრძოდენ, მეორეთი შეიძლება საერთოდ კომუნიკაცია არ ქონდეს, მეორე შეიძლება ერთმანეთს ჩამოართონ, მესამე ხელი შეიძლება ერთმანეთთან ვაჭრობდნენ. ესეთია სოფლიო იმდენად გადამული ერთმანეთთან, რომ აი ცალსახა დამოკიდებულება უკიდურესი ომის მდგომარეობაში ქვეყნებს შორისაც კი არსებობს სხვადასხვა კომუნიკაციები. ანუ რამოდენიმე ხელი იქნებ ჩვენ იმ ხელთა შორის მოხვდეთ, რომელიც თუნდაც ამ დაპირისპირებულ მხარეთა შორის დაპირისპირების და ომის ხელი კი არ არის.
იქ სხვა ხელებიც ართმევენ ისინი ერთმანეთს და თუ მოგვეცემა მაგის საშუალება, ოღონდ ეს უნდა საწილი აქ ამ ყველაფერს. ეკონომიკის ნაწილი, მაგრამ ეს მარტო შენ სურვილზე არ არის დამოკიდებული. ეს გადაწყვეტილება მათ ორივემ უნდა მიიღონ ერთად. რომ შენ გამოდგები ამ საქმისათვის და ეხლა ამას სჭირდება შიგნით ისეთი სიტუაცია, როდესაც თუ შენთან არის ხალხი, რომელსაც ერთი მხარე ხედავს, რომ ესენი მე მგონი მე უფრო გამომადგებიანო, მაშინ ეს უფრო მიმზიდველია მისთვის, ვიდრე ის ვარიანტი, რომ ეხლა მოდი ამათგან, რადგან ესენი იმდენად არიან მყარად ჩამოყალიბებული, რომ ეს ფუნქცია უნდა ზუსტად რომ არ უნდათ არავის ხარეს ყოფნა და ეს ფუნქცია უნდა შეასრულოს, მაგრამ შიგნით ეხლა როდესაც შე პროქსი ქვეყანა გინდა გახდე, ეს რაღაცა მენტალური ომით ჩაატარე ოპერაცია და ისეთი ხალხი არის მომზადებული, რომლებიც უბრალოდ კივიან გვინდა ვიყოთ პროქსი ქვეყანა, აქავარ ჩვენ არ გვაინტერესებს ჩვენ რა მოხდება ხვალ, თავარი რომ შევეწიროთ თავისუფლებას და ნუ ახლა თავისუფლების გაგება ამათ რამდენად აქვთ ამას თავი დავანებოთ, მაგრამ როდესაც ხედავ ასეთ ალტერნატივას, ახლა როგორ არ გამოიყენებ მაგას, ჩვენ რომ მაგათ ადგილას ვიყოთ, ჩვენც ვეცდებოდით მიუხედავად იმისა, რომ თქვენთვით რომ რამდენჯერ უნდა ნახოთ ეს წარუმატებელიო, კი არის წარუმატებელი, შანსი ისევ რჩება. ამიტომ კიდევ ვცდი ახლა, იმიტომ ეს ვარიანტი უფრო მირჩევნი ახლა. ეს რუსეთსაც ექნება, ამერიკასაც ექნება, ევროპას ექნება, იმიტომ რომ ევროპა ყველაზე დაპირისპირებული მხარე არის ახლა დღეს. კი, მაგრამ აი ამ ევროპასაც ხო აქვს თავისი, ანუ ეს სასიცოცხლო ინსტინქტები, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით. შუადერეფანზე სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ძალიან აქტიურად იყო საუბარი და შუადერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია თანამედროვე გეოპოლიტიკაში, ხო ესეა. ამ თავად ევროკავშირიც ძალიან დიდი მეც აღბყარებს რეგიონში, ქვეყანა არ დაუტოვებიათ ევროკავშირის ევროკომისრებს საქართველოს გამოტოვებით, სადაც ისინი არ იმყოფებოდნენ, შეხვედრებს არ მართავდნენ, საქართველოს შეგნებულად იყო გამოტოვებული, ცალკე ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან, ცალკე კაია კალასის მხრიდან, მაგრამ აი დავშვეკიდებათ კითხვა, ეკონომიკას რა წილი აქვს ასეთი სახის ურთიერთობებში, ან რამდენად შეიძლება მან იქონიოს გავლენა, რომ შეარბილოს მათ შორის ევროკავშირის ტონი და რიტორიკა. იცით რაშია საქმე, ძალიან კარგი შეკითხვაა ეს. ჩვენ ხშირად აი ანალიტიკოსებს რო დავაკვირდეთ, არის ანალიტიკოსთან ნაწილი, რომელიც ცდილობს რომ დაინახოს ეკონომიკური мотиваციები ყველაფერში. დიახ. და თქვას რომ ეხლა ეს ასე კი ლაპარაკობს, მაგრამ სინამდვილეში ლითიუმია ეს თავარი, რომელიც ამას უნდა ანიმიზმის კორიდორია, იმას ნავთობი, ანუ ყველა ფიქრობს შექმნას რუკა, სადაც თავარი იქნება ეკონომიკური ინტერესები. ეს ასე არის, ამაში არაფერი არ არის ტყუილი, ეს ასეა, მაგრამ ომის მთელი უბედურება იმაში, რომ ხანდახან ომი გადადის ისეთ ფაზაში, როდესაც შენ კი არ მართა უკვე ომს, არამედ ომი გმართავს თვითონ შენ. ანუ ლოგიკის სადავეებს ის იღებს უკვე ხელში, ანუ ნარატივები, რომელთაც ახლა შენ რაც არ უნდა წახვიდე და შენ ახლა ლითიუმი კი არ რაც არ უნდა გაინტერესებს იმ ქვეყანაში ომში ხალხს შენ ვერ ეტყვი რომ მე იმიტომ მინდა რომ წამოვყო. ასეთ ფაზაში ვართ ახლა? შენ ვერ ეტყვი შენ ხალხს რომ ახლა იმიტომ მივდივარ და იმიტომ მინდა შენ შვილი გამოუშვა. ჩემთან ერთად საუბრობთ რომ მე ლითიუმი მაინტერესებს იქ და ჩემი კომპანიები მეტად მოიგებს. შენ აუცილებლად უნდა შემნიღბო ეს რაღაცა ნარატივებით და იდეოლოგიით. ახლა იდეოლოგიები იმიტომ არიან ესეც სიცოცხლის უნარიანი რომ მათით ინიღბება რეალური ეკონომიკური мотиваციები ხანდახან და ჩვენ გავცდით ახლა იმ ფაზას, როდესაც ომის შეჩერება შეიძლება და დაუშვათ იმით რომ ეკონომიკურ პრობლემებს მოაგვარებ და ყველანი გაიყოფენ ყველაფერს და ამიტომ ყველაფერი დაალაგდება. ამიტომ რომ გადაასწრო ახლა ამას უკვე ამ ნარატივების ომმა, შეხედულებების ომმა, შეიქმნენ იდეალისტების მთელი სამყარო, შეიქმნა ადამიანები, რომლებიც აი ესეთნაირად უნდა დამიზდან ახლა და ახლა ევროპა მხოლოდ იმით რომ ეკონომიკური თემების გარდა ის ახლა მით უმეტეს ეს ხელისუფლება თუ ის ჩანაცვლებიან ახლა როგორც ტრამპს შეუძლია ახლა თქვას რომ ეს ბაიდენის ობია და ჩემი არ არისო კი ბატონო, მაგრამ მაკრონმა როგორ უნდა თქვას ახლა ჩემი ომი არ არისო. სანამ მაკრონის მაგირად და მერცის და მაგათ მაგვირად სხვა ხალხი არ მოვა, რომლებიც შეძლებენ იგივეს რომ ეს მაგათი ომი იყო და მაგათ არ გაიაზრეს ეს ყველაფერი, ესენი ვეღარ შეცვლიან თავის ნარატივებს და ჩვენ აქ ვიჭრიტებით ჩუვაში ძალიან ცუდი 3 წელი გვაქვს წინ, თორე ჩვენი ნარატივები შეიძლება უფრო გასაგები გახდეს ევროპისათვის, რომელმაც შეიძლება თქვას უარი ჩვენი მხოლოდ პროქსი ქვეყნით დაანახოთ, ესენი ვერ იტყვიან. ესენი ამ ნარატივში ცხოვრობენ. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ბატონო რომან, ჩვენ კიდევ გვექნება შესაძლებლობა ცლად ვისაუბროთ ამ თემებზე, გმადლობთ გადაცემაში სტუმრობისთვის, რომან კაკულია პასუხობდა ჩვენს კითხვებს, მე ზუსტად ერთი კვირით გამშვიდობებით, ჩვენ იგივე დრო შევხვდებით ამ არხზე.